მოგესალმებით ყველას, ვაგრძელებთ ჩვენს პოდკასტს. ეს არის რიგით მე-12 პოდკასტი და დღეს ჩვენთან სტუმრად არის გიორგი ბერიძე, ჩვენი ძმა და მეგობარი. გიორგი, მადლობა მოსვლისთვის. სანამ უშუალოდ პოდკასტზე გადავიდოდე, მინდა რომ გავიზიარო ის ტკივილი, რაც მოხდა სულ რამდენიმე დღის წინ. კერძოდ ზუსტად არ მახსოვს ქუჩა. მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ნიკოლოზ ღუნაშვილის გარდაცვალებაზე, 17 წლის ბიჭი, რომელიც ჩაცხრილეს ხამე ქუჩაში და ნამდვილად ყოველგვარი ძალადობა, არათუ მკვლელობა გაუმართლებელი არის და ნამდვილად მეც ვიზიარებ ამ გულის ტკივილს და ვიზიარებ ოჯახის და მისი მეგობრების თუ ახლობლების მწუხარებას. მოგესალმებით, მეც მოკლედ შევერთები გულის ამ ბავშვს მოკლედ, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდა ქვეყანაში მსგავსი შემთხვევები და ძალიან სამწუხაროა ეს, იმიტომ რომ ბევრი ახალგაზრდა იღუპება და ვიზიარებ რა თქმა უნდა მეც მწუხარებას მისი ოჯახის. მოკლედ, ახლა უშუალოდ გადავიდეთ უკვე განხილვაზე. დღეს მოკლედ გავიხილავთ ფილმს Bronx Tale, Bronx ისტორია, რომელიც გადაიღო რობერტ დე ნირო. რეჟისორი არის რობერტ დე ნირო და გიო ცოტა ილაპარაკე, შენც გითხარი, შენი აზრი. მადლობა პირველ რიგში მოსვლისთვის კიდევ. პირველ რიგში თქვენ მადლობა რომ მომიწვიეთ, ვარ თქვენი პოდკასტის აქტიური მაყურებელი თავიდანვე, დაწყების დღიდანვე და ჩემთვის ეს ძალიან კარგი შანსია და მეც გავხდი ამდენი ხნის შემდეგ თქვენი სტუმარი. გეწვია ეს ბედნიერი. შენ ხარ მესამე სტუმარი, ხო? მეოთხე. მეოთხე. ხო, 1993 წლის ფილმი არის. გიო, აი შენ რომ მითხრა, რომ აი რა შთაბეჭდილება დაგიტოვა პირველად ამ ფილმმა და რასთან ასოცირდება შენთვის ეს ფილმი, ერთი სიტყვით. პატარა ვიყავ სხვათა შორის, როდესაც ეს ფილმი ვნახე. და აი იმის მიუხედავად, რომ რაღაც მძიმე კადრები არის, არ დაუტოვებია შიშის და რაღაც აი ასეთი დისტანცირების ეფექტი. პირიქით რაღაც ძალიან ახლო იყო ჩემთვის ეს ფილმი. ბუნებრივია ახლა ბევრ მორალურ თვისებებზე ამ ფილმში საუბარი და ეს არა მარტო ესეთი ფილმია, სადაც ჩვენ შეიძლება ვუყუროთ, ვნახოთ დე ნირო და კიდევ ბევრი არაჩვეულებრივი მსახიობი. ასევე ეს არის ფილმი, სადაც საიდანაც უბრალოდ ჩვენ ვიღებთ ცოდნას. ეს არის გარკვეულწილად გაკვეთილები ჩვენ ცხოვრებისეული. კი, ის ჩვენს ცხოვრებას ეხება და აი ჩვენთვის მაგალითად იმის მიუხედავად რომ ამდენი წელი გავიდა ამ ფილმის გადაღებიდან, დღემდე არის მომენტები, რაც უნდა გავითვალისწინოთ და დღესაც გამოგვადგება. ნამდვილად, ეს არის ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ბავშვის თვალით დანახული მაფიოზური თუ კრიმინალური სამყარო და სანამ უშუალოდ განხილვაზე გადავიდოდეთ, უნდა ვახსენოთ, რომ თვითონ მსახიობები თამაშობენ, აგერ რობერტ დე ნირო არის რეჟისორი და მეორე მსახიობი ჩაზ პალმინტერი, რომელიც 90% ყველა ფილმში თამაშობს მაფიოზის როლს, თან საკმაოდ გავლენიანი მაფიოზის როლს, გარეგნობის და ალბათ სხვა ქარიზმას ვერ დაუკარგავ, უხდება. თავის როლში კარგად არის. ეს ჩაზ პალმინტერი არის თვითონ სცენარისტი, ხო? სცენარის ავტორი. ხო, ჩაზ პალმინტერიმ ეს დაწერა რეალურ ამბავზე, ეს მართლა მოხდა ეს ამბავი, შეიძლება რაღაცები შესვლილია, მაგრამ მართლა მოხდა იდეაში და ასევე დე ნირო დაიბადა თვითონ ბრონქსში, ამ ქალაქში, სადაც ხდება ეს ყველაფერი. და მოკლედ ჩაზ პალმინტერიმ ადგა თავისივე თვალით დანახული რაღაც ბავშვობის ისტორია, გადმოიტანა ფილმში, სადაც თვითონვე ითამაშა მაფიოზის როლი. რობერტ დე ნიროს პერსონაჟს ჰქვია ლორენცო ანელო, ჩაზ პალმინტერის პერსონაჟს სონი, რომელიც ბრონქსის მაფიის ბურჯი არის, ასე ვთქვათ და რობერტ დე ნიროს, უпростоრად ლორენცო ანელოს ყავს პატარა ძალიან საყვარელი ბიჭი, შვილი, რომელსაც კალოჯერო ჰქვია, ასეთი უცნაური სახელი და მერე უკვე, როდესაც შეუერთდება, ასე ვთქვათ, სონის და სონის მაფიას, ასე ვთქვათ, მას დაარქმევენ ესახელად სი, ასე დაარქმევენ და მერე უკვე ეს სახელი შერჩება ყველა ასე ეძახის. ლორენცო ანელო, ჯერ პატარა შინაარსი რო გავაცნოთ, ხო, მაყურებელს. ეს ლორენცო ანელო არის
საკმაოდ ღარიბი, საკმაოდ ღარიბი ადამიანი არის, ავტობუსის მძღოლი არის ბრონქსის და მოკლედ მხოლოდ ამ საქმიანობით არჩენს თავის ოჯახს და როგორ ვთქვა, ლორენცოს შვილი ეს კალოჯერო ძალიან არის დაინტერესებული ამ სონიში რა. ძალიან მოსწონს ასე ვთქვათ სონი, მისი ვიზუალი, ნუ იქ თავის საძმაკაცო ყავს და იქ როდესაც ეს სონი თავის მეგობრებთან ერთად გარეთ დგას, ეს პატარა კალოჯეროს სამეგობრო იქვე რამდენიმე მეტრში დგას და აჯავრებენ ასე ვთქვათ, კარგი გაგებით და ცდილობენ რომ მიბაძონ მათ ჟესტებით თუ საუბრებით და აი ეს მომენტი გემახსოვრება შენ. ხელს რო ასე აკეთებს, რომ სონიც ასე ლაპარაკობს. კი, ან მოკლედ ასე ვთქვათ იდეალად ყავთ ქცეული ამ პატარა ბავშვებს სონი და მისი სამეგობრო. ხო, ახლა მოდი ვთქვათ, რატომ ხდება ასე, ანუ რატომ წალებში აღმერთებენ ბავშვები სონის. ზოგადად ბავშვობა არის ფანტაზიების სავსე და ჩემი აზრით ბავშვს ურჩევნია რომ მისი კუმირი იყოს ვიღაც ცოტა მაგარი მანქანიანი ტიპი, კარგად ჩასმული ტიპი, ძლიერი, მდიდარი, გავლენიანი, ვიდრე ავტობუსის მძღოლი მამა. და სწორედ ეს არის, ანუ რა თქმა უნდა, ხა ადამიანი რო გაიზრდება, მე რა თქმა უნდა უფრო დააფასებს ხა ოჯახს, მაგრამ ბავშვობაში უფრო ფანტაზიები არის მაინც ჩართული და ანუ საერთოდ აღარ აინტერესებს ხა სის რომ რა ქვია სონი არის კრიმინალი. ხო, ანუ სამწუხაროდ ის შეიძლება მოგოჩვენოს რომ ყველა ბავშვისთვის ხო მამა არის სამაგალითო ადამიანი, მაგრამ კალოჯეროსთვის სონი არის რა. ეს ადამიანზეც არის სამოკიდებული. ყველა ადამიანს აქვს ის ამბიცია რომ თვითონ იყოს ძლიერი, გავლენიანი. ეს ყველა ადამიანშია. უბრალოდ ცხოვრებაში ინდივიდუალურია ეს ამბავი. ბევრ ადამიანს ეს ნაკლებად აქვს, დახშულია, ამბიცია აქვს, მაგრამ არ აქვს ამის განხორციელების გზები. ზოგი ადამიანი კი უფრო ყველაფერს აკეთებს, რომ ამას მიაღწიოს და გახდეს თავადაც გავლენიანი. ზოგადად ეს ბუნებრივიც არის, ნაპოლეონი იძახდა, თუ არ ვცდები, ზუსტი ციტატა არ მახსოვს, იმ ჯარისკაცს არ ვაღიარებ ჯარისკაცად, ვისაც გენერლობა არ უნდა. ეს ყველა ადამიანში უნდა იყოს. კი. მაგრამ ესეც სასწავლებელია, რა მოყვება ამბიციებთან თამაშს. თან ხა მე დარწმუნებული ვარ, რომ სონი გულით ბოროტი ადამიანი არ არის. უბრალოდ ეს საქმიანობა წალებში იმიტომ აირჩია, რომ მიხვდა, რომ პატიოსანი შრომით ვერ მიაღწევდა აი დიდ მწვერვალებს რა. და ანუ ხა ეს სონის ბექსტორი წალებში არ ჩანს ფილმში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო, რომ უბრალოდ ეს პატიოსანი შრომით ვერ მიაღწევდა სიმდიდრეს, მაგით დაიწყო ესე ვთქვათ მაფიოზობა რა. ხო, ნუ ამ ფილმში ყველაზე დასამახსოვრებელი ორი ციტატა რაც გვხდება, ესაა რომ ყველა პატიოსანი მშრომელი სულელია და კიდე არის დაკარგული ნიჭი თუ რაღაცა ეგეთი, ხო? გაფლანგული ნიჭი და რაღაცა მსგავსი. თვითონ ეს მძღოლი ლორენცო ანელო მუშაობს იმ ქალაქში, ბრონქსში, რომელიც ფაქტობრივად ეკუთვნის სონის. იმიტომ რომ მაფიის ბურჯი არის, ასე ვთქვათ. მე გახდება მაფიის. კი, და სხვათა შორის უნდა გავიხსენო, თუ არ ვწდები, მაკიაველის რომელიღაც ნაწარმოებში უწერია, მგონი სახელმწიფოში უწერია მაკიაველს, რომ დიქტატორი თუ მმართველი უნდა იყოს ისეთი, რომ ხალხს სჯობს, რომ ეშინოდეს მისი, ვიდრე უყვარდეს. იმიტომ რომ სიყვარული დროებითი არის და შეიძლება გადავიდეს ის სიყვარული სიძულვილში და შიში უფრო იმორჩილებს ადამიანს. ხო, უფრო აი იმორჩილებს რა. ეს რო განვიხილოთ, სიყვარული არის უკვე გააზრებული გრძნობა, ეს მოდის ადამიანის ტვინიდან და შიში არის რაღაც ინსტინქტური. ადამიანს, როდესაც რაღაცის ეშინია, ის გავაზრებლად იკავებს თავს რაღაც ქმედებისგან. აი და ეს იყო ამის მიზანი, სონის მიზანიც, რომ ინსტინქტურ დონეზე ეკონტროლებინა ადამიანი. ხო. იმიტომ რომ უბრალოდ შიში რო არა, მისი მაფიის წევრები დიდი ალბათობით ანუ ღალატებდნენ, ან ძალიან ბევრს გაუბედავდნენ. და სწორედ ამიტომ არის რომ მის გარშემო ყველა მაგარემოსთვის დამახასიათებელი სიტუაცია. ყველა მაფიის წევრი ამიტომ რა დაშინებული არის და ისე უყურებენ რა დაფიცებული თვალებით ყოველთვის სონის. მგონია რომ მიაღწია სონი თავის მიზანს, იმით რომ შიში
დანერგა ეს ვთქვათ მის გარშემო ხალხში. კი. ეს კალოჯეროს მამა ლორენცო ანელო სონიზე ყოველთვის ეუბნება თავის შვილს, რომ მას ბოდიში და ყველა ფეხებზე კიდია, არავინ არ ენდობა კი. და სინამდვილეში არის ცუდი ადამიანი, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ თვითონ ამ ყველაფრის მიუხედავად ძალიან დიდ პატივს სცემს სონის როგორც გავლენიან ადამიანს და მისი ასევე შვილის სონის, ხო? მეწყურეს ფაქტობრივად. ხო, მისი შვილისთვის კერპი არის. სონიც ასევე აღნიშნავს, რომ სის მამა ძალიან პატიოსანი კაცია, კარგი პიროვნება, თავადაც სადა რომ მისთვის სამსახური მიეცა, მაგრამ ამ შემთხვევაში რობერტ დე ნიროს პერსონაჟი არის გარკვეულწილად მორალური სიმბოლო. ის ამ ქაოტურ სამყაროში, სადაც მძინვარებს დანაშაული, სადაც აი ბევრი მომენტია ფილმში ისეთი, სადაც ელემენტარული ეთიკა არ ჩანს. ესეც იმ ეპოქის გამომხატველია. ლორენცო არის რაღაც განსხვავებული, სინათლის წერტილი, მისაბაძი მაგალითი. აი მე ვახსენე პოდკასტის დასაწყისში, რომ ამ ფილმიდან ჩვენ უნდა ვისწავლოთ რაღაც გაკვეთილი. აი სწორედ იდეალად უნდა აღვიქვათ ლორენცო. ბოდიში ვაფშე ჩვენ ყველა ფილმიდან უნდა ვეცადოთ რომ რაღაცა ვისწავლოთ. მაგრამ ეს განსაკუთრებულია და თავისი მიზეზებიც აქვს ამას. ჯერ გავიხსენოთ დრო, როცა ეს გადაიღეს. მაშინ ჰოლივუდში ყველაფერს ერქვა თავისი სახელი, არ არსებობდა მსახიობთა კვოტები, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენელი ამდენი მსახიობი უნდა იყოს, მეორე ჯგუფის წარმომადგენელი ამდენი. ნაკლები ცენზურა იყო და ეს აღარ იყო, უბრალოდ როგორ არ იყო მაშინაც, მაგრამ ეს ფილმი არ იყო გათვლილი ბიზნესზე. ეს იყო მართლა ხელოვნება. კი, მაშინ მართლა ბიზნესზე არ იყო გათვლილი. მაგაში დაგეთანხმები ნამდვილად. გიომ ახსენა, რომ სონის უნდა და მამა ლორენცოსთვის რაღაც გარკვეული სამსახური შეეთავაზებინა. მოდი ისიც ვთქვათ, რატო შესთავაზა, ასე ვთქვათ. ნუ ჯერ ის უნდა ვთქვა, რომ კალოჯეროს სონი არასდროს არ უყურებდა, ვერ ამჩნევდა. როგორც თვითონ კალოჯერო იხსენებს მონოლოგის სტილში, ხო, თვითონ ყველა ამბავს. და პირველად, როდესაც შეხედა სონი მას, ეს იყო ერთი ჩვეულებრივი დღე იყო და მგონი ავტომობილები რაღაცა შეკამათდნენ გაჩერების გამო და ერთი გადმოვიდა და ბეისბოლის ბიტით დაიწყო მეორე ავტომობილის დალეწვა და ვინც ლეწავდა, სონი ესროლა, ამოიღო იარაღი და ესროლა ჩაცხრილა და რო დაინახა მე სონიმ რომ ბავშვი შეესწრო ამ ყველაფერს, ხო? ეს ლორენცოს შვილი კალოჯერო. ნუ მე უწყვეტი მზერით უყურებდნენ ერთმანეთს და ეს იყო პირველი მათი შეხედვა და კალოჯერო მე ამბობს რომ სული გამეყინაო, როდესაც მან შემომხედა თვალებითო და მის გარდა ვერაფერს ვერ ხედავდიო რა. ის ერთი მინდა რომ ვახსენო, კაი დეტალია, მცირე დეტალია რომელიც ჩასვეს, როდესაც სონი ესვრის იმ კაცს, რომლის სახელიც არ არის ცნობილი, ორჯერ ხო ესვრის, ეხლა დიდახში მე თავში და მიადგება და ორჯერ ესვრის კიდე თავში. ეს არის მაფიოზების წესი, რომ როცა ადამიანს ესვრიან, ორჯერ თავში უნდა გაარტყან. ანუ რომ დამტკიცდეს რომ საკონტროლო გასულა. კი. ეს კაი დეტალი ჩასვეს რა, არ გამორჩა. ხო და მე უკვე როდესაც აიყვანს მამამისი კალოჯეროს სახლში, დაადგებათ პოლიცია. და პოლიციამ უნდა დავკითხოთ თქვენი შვილიო, იმიტომ რომ ვიცით რომ შეესწრო ყველაფერსო და კვლელი უნდა გამოაშკარავოსო და უნდა იცნოსო რა, ასე ვთქვათ და ჩაიყვანენ ეზოში და დააყენებენ იქ 10 თუ 8 კაცი დგას სადღაც ეგრე და ამ ეს ბავშვი დაყავთ რომ აბა ეს იყო, ვინც მოკლავა, აბა ეს იყო და ეს ყველაფერზე უარს ამბობს და ბოლო დგას სონი. ვინც მოკლა ის ტიპი, ხო? და სონისთან რომ მივა, ჯერ ორივე ერთმანეთს უყურებს და აბა ეს იყო, ვინც მოკლაო და არაო. და ნუ აქ სონის აშკარად შეუყვარდება ეს ბავშვი და დაინახავს რაღაც პოტენციალს და კაცობას რა, იმიტომ რომ არ დააბეზღა, არ ჩაუშვა და მიუხედავად იმისა, რომ მკვლელი დაიცვა და მე მამამისიც ეტყვისო, სიკეთე გააკეთე ცუდი ადამიანისთვისო. კი. და მე ეს კალოჯერო ამაყობს, რომ აი ხედავ, რომ არ ჩაუშვი, არ დავაბეზღეო და
აი რაღაც იამაყის გრძნობა აქვს კალოჯეროს, ბავშვობიდანვე კაცური, მაგრამ აქ ლორენცოს სიტყვებიც არის. გაიზრდები და მიხვდები და გააკეთე. ყველაფერზე ანუ ეს არის აღასრულებენ. გასამახვილებელი. კი, მართლა ეგრეა. რაღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა როცა ვნახე ეს ფილმი, რომ აი კალოჯეროს უკვე ყელში აქვს ეს დარიგებები ამოსული, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ეს დარიგებები აყალიბებს მას. მართლაც ასეა, ის გაიზარდა და გაიაზრა. თუმცა მანამდე დიდი ტრანსფორმაცია გაიარა. თან კალოჯერო რაღაცნაირად გამორჩეული ბავშვი არის, იმიტომ რომ ყველა ასაკში შეგნებული არის რა, ანუ აი სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, ხო, იქ მარიო და პრიალა და რაღაცეები რო ქვიათ, სონი თავიდანვე თქვა, რომ ეგენი ან ციხეში დაამთავრებენ, ან ქუჩაში მოკვდებიან. და მართლა მასე მოხდა სიამოვნებაში. აი კი, აღსანიშნავია, აი კარგი ფაქტია ძალიან. სონის რომ არ დაინახა რაღაც პოტენციალი, ის არ გამოარჩევდა კალოჯეროს. იმიტომ რომ იქ იყო უამრავი ბავშვი იმ უბანში, იმ ქუჩაზე. შეიძლება კი გამოიჩინა ის ვაჟკაცობა რომ არ დააბეზღა პოლიციასთან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. იქ მაფიაში მაინც სხვა გარკვეული თვისებები და უნარებია საჭირო. ასევე ეს უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ლორენცოს და კალოჯეროს არიან ბეისბოლის მაყურებლები, გულშემატკივრები და რომ გულშემატკივრებენ არ მახსოვს სახელი დამოუწყდა. გავიხსენეთ მოკლედ მაგამდე. იანკი მე მგონი. ხო, იანკები თუ ხო რაღაცები და მოკლედ მის საყვარელი ბეისბოლის მოთამაშე ვინც არის, აი სონი ეტყვის მასზე, რომ წელიწადში ეგ შეულობს $100,000-ო. ბოდიში ლევან რო გაწყვეტინებ და სწორედ აქ დადგება არჩევანის მომენტი. კალოჯეროს მოუწევს მწარე რეალობას გაუსწოროს თვალი, იმიტომ რომ სონი ისეთ ადამიანზე ეტყვის, რომ ეგენი ფულშოულობენო და საერთოდ ბინისკიას გადაგიხდიანო თუ რაღაც ეგეთიო და მე ეს პატარა ბავშვი რო გაიაზრებს, რომ მამამისს არ შეუძლია ეს ყველაფერი, მე მოუწევს აი ამ მწარე ხო, ანუ სონი უცხარო იმ ბეისბოლის მოთამაშეს სულ არ აინტერესებო შენო. შენ რომ მასე ღიად ნერვიულობო იმას ბოდიშას უფეხებზე კიდიხარ რა და არ გირს მაგის გამო ტირილი და ნერვიულობა საერთოდ და მაგის მერე მართლა შესწულდა ეს ბეისბოლის მოთამაშე ბინისკიას მაინც ვერ გადამიხდის რომ რამე იყოსო და აღარ აინტერესებდა უკვე. ანუ მანდიდან დაიწყო რეალურად. აი გვაქვს ზღვარი, კალოჯერო და სი. კალოჯერო ეს არის ადამიანი, რომელსაც ზრდის ლორენცო თავისი იდეალებით, თავისი იმ გავლენით, რომ ადამიანმა შრომით უნდა მიაღწიო ყველაფერს. თუმცა მეორე მხარეს ყავს აი გავლენიანი მაფიის ბოსი, რომელსაც აქვს თავისი ძალიან მყარი ფილოსოფია, გამყარებული არგუმენტებით, ამას ისემატება, რომ კალოჯეროს უფრო მოწონს ეს მეორე მაფიოზური იდეოლოგია, მას ბაძავს და უფრო მეტი მიღება აქვს. ხო. ნახეთ რა არის სი არ არის ლორენცოს შვილი. ლორენცოს შვილი არის კალოჯერო და ამაზე მე ლორენცოს და სონის მოუვათ პატარა შეკამათება, რომელიც მე გადაიზრდება რაღაც პაექრობაში. რომ ჩემ შვილს თავი დაანებეო, ვიციო შენ რისი მაქმისი ხარო და რა ადამიანიც ხარო და ჩემ შვილს ხელი არ ახლოვდა. ამ სონისაც არ უნდა დაკარგოს ასეთი ბავშვი, იმიტომ რომ აშკარად ხედავს მასში მაფიოზურ პოტენციალს და მართლაც რაღაც კაცს ხედავს, ხო? და უნდა რომ გამოწუთნას და ასე ვთქვათ, კარგი გაგებით თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს და რომ მოაქციოს, მე უკვე ხდება ის ბიჭი სი. თან ლორენცო ამბობს უარს ძალიან დიდ ძალ ფულზე. რაც იმიტომ რომ ეს არის ბინძური ფული და მას უნდა რომ მხოლოდ პატიოსანიშნავით მოიპოვოს ყველაფერი ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფული ძალიან ჭირდება ოჯახს. ეს ფული, რა თქმა უნდა, ისიც უნდა ვახსენოთ, რომ კალოჯეროს დააწყებინებს სონი მუშაობას რესტორანში მიმტანად, თუ ბარში უბრალოდ მიმტანად და ნუ საკმაო ანაზღაურებასაც $600 მიიტანს მერე სახლში და ანუ ამაზე გადაიარა. რესტორნითაც ხომ არ შემოვიფარგლა. იქ მიწისქვეშა მიწისქვეშა ისინი იატაკქვეშა უფრო სწორად ეს კაზინო იყო თუ სხვა სათამაშო ადგილი იყო კი და იქიდანაც მოგებულიდან თავისი წილი ქონდა. თამერ თავისი ის გახსნას კიდე ბავშვებმა უბანში. რაღაც თავისი კლუბისავით რა და ეგეც ზოგადად რომ ესე ვახსენო, ამ ფილმში განხილულია ისეთი თემები, როგორიცაა რასიზმი, მშობლებთან განსაკუთრებით მამასთან გაუცხოვება, სიყვარული იმ ადამიანისა, რომელზეც იცი, რომ შენი უბანი მას ვერ მიიღებს და
ან შენი გარემო ხო, ზოგადად. შენი გარემო ვერ მიიღებს. მოდი ვთქვათ, რომ ბრონქსი ისეთი ქალაქი იყო, სადაც ორ ნაწილად იყო გაყოფილი ხალხი. ერთი ნაწილი იყო თეთრკანიანების დასახლება, მეორე ნაწილი შავკანიანების და ვერც ერთი უბანი ვერ იტანდა ერთმანეთს. რა თქმა უნდა, კანისფერის გამო და მერე იქ კალოჯეროს უბრალოდ სის რო შეუყორდება ის ულამაზესი შავკანიანი გოგო, მერე მამამისს ეუბნება ესე ჩუმად რომ მე რომ მომეწონოსო შავკანიანიო რას იზავო და თეთრკანიანები დაილიაო. ხო, თეთრკანიანები დაილიაო. ანუ მისი უბანი, თეთრკანიანების უბანი ასეთი ხორცილზე რომ იდგება საქმე და დაწყვილებაზე შავკანიანი, რა თქმა უნდა, მაგრამ სონის ამაზე პრობლემა არ ჰქონია, სონი პირიქით. სონის არა, ამაზე პრობლემა აქვს, თან საკმაოდ გართულება აქვს. კალოჯეროს ძალიან ისეთ მეგობრებს რა. ხულიგანები არის. ხულიგნები. აი უკვე ჩამოყალიბებული კრიმინალი. თან სონი კი არა და კალოჯეროს ბავშვობიდან არ სულს შავკანიანები, განსხვავებით მისი მეგობრების, ანუ სულ ეკითხება რომ რას გიშავებენ უბრალოდ გავლით. აი ავტობუსის სცენა რო გავიხსენოთ, ჯერ ავტობუსში ესვრის რაღაცა ჯოხს თუ რაღაცას, მერე მანქანები და ველოსიპედით, მერე ცემენ საერთოდ. კი. და რა ვიცი, ამ შემთხვევაში კალოჯერო ყოველთვის ანუ არის ნეიტრალური, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მართლა რას აშავებენ ისინი, ხო, დაიარეს უბანში. მომდამთავრდა. აი ეგ არის კალოჯერო განსხვავებული იყო, რომ სულ შეგნებული იყო. კი, გვაქვს ეს მეტამორფოზა, რომ ძალიან კარგი წესიერი ბავშვი, კარგი ოჯახის შვილი, უცბად გახდება რაღაც მაფიაში ჩართული ახალგაზრდა, მომავალი კრიმინალი, მაგრამ იქაც კი შეგნებულია, იქაც კი განსხვავებულია. ხოდაშორის ამასთან დავაკავშირე გუთველაში ჰენრი რო გახდება ბავშვობიდან მაფიის წევრი, იგივე სიტუაცია ზუსტად კი. რაც შეეხება იმას მამასთან გაუცხოვებას, საკმაოდ კარგად არის წარმოჩენილი და მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ გარკვეულ გულის ტკივილს იწვევს. ისე არის გადაღებული ეს თემა ამ ფილმში, რომ მამასთან გაუცხოვება ნამდვილად როგორი მძიმე არის მამისთვის, რომ შენი შვილი ფაქტობრივად სხვას აღიქვამს მამად. იმიტომ რომ ფაქტია, რომ კალოჯერო თუ უკვე სონის უფრო აღიქვამს მამად და სამაგალითო ადამიანად ვიდრე მამამის, რომელიც უშლის მაფიოზებთან ურთიერთობას, სულ ეჩხუბება, რავი, თქვა დესპოტი არაა, მაგრამ სულ შენიშვნები ისა, ესა და მოკლედ დაძაბული არის მამამისთან. ახლა უნდა აღინიშნოს, რომ ლორენცოს ურჩევნია სონის ნაყოფი. ხო, ეს ლორენცოს ცხოვრების სტილი, ან ძალიან რთულია რომ შეინარჩუნო ეს სტილი, იმიტომ რომ თვითონაც ეუბნება ლორენცო, რომ იარაღით ხელში სირბილი მარტივი არის ძალიან და მაგით ფულის კეთებაო. ანუ რომელი რომ მარტივია, ეხლა რომ მაფიაში გაწევრიანდე და რაღაც სისხლიანი ბენზური ფული ქონდეს, მაგრამ 1000-ები იყოს, თუ იყო ავტობუსის ძღოლი და კვირაში ქონდეს რაღაც დოლარები უბრალოდ, ეგეც რაღაც პატარა ხელფასი. აი ეს არის რა ქვია. სტეიკის სცენა როცა ოჯახში. ხო, სადილობენ ვახშობენ და კალოჯერო არ ჭამს ამ სტეიკს. და გაბრაზდება ლორენცო და ერთი კვირა უნდა ვიმუშაო, რომ შენ ეს სტეიკი ჭამო. ხო, ნამდვილად მძიმე არის და მოკლედ ისე არის ამბავი, რომ ამ კალოჯეროს თუ უკვე სის უნდა რომ ორივესთან იურთიერთოს, რა თქმა უნდა, მამამისთან და სონისთან, ისე რომ არც ერთს გული არ დასწვიტოს და არც ერთს არ უღალატოს. მაგრამ გული მაინც სონისკენ მიუწევს და ეს, რა თქმა უნდა, ძიმე არის ლორენცოსთვის, როგორც მამამისისთვის. ხო, მოდი ახლა ვიტყვი მოკლედ იმ რაღაც ცემის სცენაზე, მე შენ თუ გინდა ჯერ ვთქვათ ის შავკანიანი გოგო. ხო, მაგაზე მოდი ვიტყვი უცებ რა. დაინახა ავტობუსში კალოჯერომ, ბოლომდე შეუყვარდა ერთ პირველივე დანახვისას და შემდეგ უკვე როდესაც დაფიქრდა, რომ აი, მოდი გავიცნობ რაღაც ერთად გავივლით, აღმოჩნდა ისე, რომ მისი უბნელები, მისი მეგობრები, ასე ვთქვათ, სცემენ როგორც თქვი შავკანიანებს და ერთ-ერთი იქნება ამ ჯეინის ძმა და აღმოჩნდება. ხო, და იქიდან გამომდინარე, რომ ეს თეთრკანიანების წყალებში უბანი რაც არის, აღქმულია როგორც შავკანიანებზე მოძალადეების უბანი. ეს შავკანიანები ადებენ ხელს ასევე კალოჯეროს, მიუხედავად იმისა, რომ
ხელი არ აუწევია პირიქით ხელი იცავდა და სულ არ ყოფილა. პირიქით ეს იცავდა. საზმაკაცო რო სცემდა ამ ორ შავკანიანს კალოჯეროს უთხრეს რომ მოდი შენც დაარტყიო და ეს კალოჯერო მივიდა და აშველებდა პირიქით და ასე ვთქვათ იცავდა იმ შავკანიან ბიჭებს და მე დააბრალეს რომ აი შენ დააბრალეს. ცემი ხო და ეხლა იმათ უკვე ჯეინსაც თავისი წარმოდგენა აქვს. ის უკვე კალოჯერო მტრად კინოში ჩამოყალიბდა. რომ უნდა გაიყვანათ ეს ჯეინი კალოჯეროს უკვე სის ну რომ მიაკითხა სახთან აქ ძალიან მნიშვნელოვანი რამე გამოგჩა და ვახსენებ ახლა რომ მიაკითხა სახთან მე აღმოჩნდება რომ ამ ჯეინმა ყველაფერი იცის და რატო სცემეო ჩემი ძმაო მე იმ ძმასაც მოწმეთ გამოიყვანს და ნუ კიო ეს იყო ამანაც დამარტყაო იჩხუბებენ მერე და მე მოხდება ბოლოში მიაძახებს რომ საძაგელო შავკანიანო რა სხვა სიტყვებით და ну ამაზე რა თქმა უნდა ჯეინსაც გული დასწდება იმედი გაუცურდება და ასე ვთქვათ დროებით დამთავრდება მათი ურთიერთობა და რაც უნდა დამემატებინა სი მივიდა ამ გოგოსთან დასახვედრად მანქანით ეს მანქანა არის სონის და რომელიც არ თხოვნს არავის მანქანა ну იმ საღამოს რადგანაც უნდა მისულიყო ეს კალოჯერო თუ უკვე სი ზუსტად იმ დღისით სონი არიგებს ჭკუას ასე ვთქვათ ის რომ აი როგორი უნდა იყოს გოგო რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს რომ ჩამოყალიბდე რომ გიყვარს ის და ნუ მოკლედ არიგებს რა ხო და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არისო კარის ტესტიო რა არისო კაცო ეს კარის ტესტიო და თან უკანა სულით მიყავს მანქანა რა ისე ელაპარაკება ეს სონი და მოკლედ გოგოს რომ მიაკითხავ სახლში ან სადღაცას სანამ გადახვალ მანქანიდან რომ ორივე კარი იმის კარი ჩაკეტეო რომ გადახვალო შენიც ჩაკეტეო მე რო გამოიყვანი გოგოს გაუღე კარი და ჩასვიო და სანამ შენს კარამდე მიხვალო იმან უნდა გაგიღოს შიგნიდან კარიო და თუ გაგიღო ესე იგი ის ნამდვილი გოგო არისო და არ არისო ასე ვთქვათ ეგრევე მიატოვო ხო თუ არ გაგიღო ეგრევე მიატოვეო რა სონი როგორც ყოველთვის რადიკალური. ხო, სონი ძალიან რადიკალურია და პირველ ნახვაზე, ჯეინის პირველ ნახვაზე არ დასწავდა. სის რო გაერკვია ეს როგორი გოგო იყო, იმიტომ რომ ასეთი რაღაც მოხდა, ხო? ისე მაქამდე მანქანით მარიოს ტესტიც რო იყო ნახსენები. ეგეც ძალიან კარგი ტესტი იყო. გადავიდეთ ახლა როგორ გადაარჩინა სონიმ სიკვდილს სი. ხო. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტია. ესეც ძალიან ასე მძაფრია, იმიტომ რომ თვითონ სცენაც მძაფრია, ყველას არ შეუძლია იმის ნახვა, აი ახალგაზრდები, მე რა ფილმია, როგორ იწვევიან ცოცხლად ახალგაზრდები. იმით რომ სონიმ იმ ღამეს გააჩერა კალოჯერო, სი. ამით მას შეუნარჩუნა სიცოცხლე. ასევე აქ ისიც არის გასათვალისწინებელი რომ მოხდა გარკვეული კონფლიქტი სონისა და კალოჯეროს შორის. ვიცით უკვე ფილმიდან მის საქმიანობიდან რომ ბევრი მტერი ეყოლება სონის. რო დაბრუნდა ეს სი მანქანით ბომბი დახვდა ასე ვთქვათ და როგორც წერან ლეონმა ახსენა სონი თავის მანქანას არავის არ აძლევს. და აქედან გამომდინარე ერთადერთი ეჭვი იყო მარტო კალოჯეროზე. და შესაბამისად სონიც ითხოვდა თავის პასუხებს. იმიტომ რომ აი აქ ჩანს რომ სონი მაინც არ ინდომა ბოლომდე არავის მიუხედავად იმისა რომ ეს აი ლორენცოს სიტყვები აქ ხო ბოლომდე მაინც არ ინდომა და სხვადასხვა ესე ფილმში არ ჩანს უბრალოდ მაგრამ თეორია არის რომ ის ბომბი ვინც ჩადო მანქანაში ეკუთვნის აი იმ კაცის შვილს რომელსაც ვინც მოკლავს სონის ხო კი არა ვინც სონი მოკლა ანუ ვინც მოკლა სონიმ აი თავში რო ესროლა სუთავიდან იმისი შვილი ხო მოკლავს იმის შვილმა ჩადო ეს არის ერთ-ერთი მე ხო მოკლავს ერთ-ერთი ვარიანტი და ეს პირველი მცდელობა რომ სონი მოიკლა და თუმცა არ გამოვიდა რა თქმა უნდა და მე უკვე ბოლოს იარაღით აღასრულა თავის შვილის ძიება რითი განსხვავდება ალბათ თქვენი აზრით ეს ფილმი სხვა მაფიოზური ფილმებისგან
მოდი ასე. აი მოდი ლევან შენგან დავიწყოთ. შენი აზრით რითი განსხვავდება? მაფიოზურ ფილმებზე ყოველს პირველი ახსენდება ნათლია, გუთველას და ეხლა რითი განსხვავდება? ავიღოთ გუთველას სიტყვაზე. აი ხა მან ვთქვათ ამ გუთველაში თუ ნათლიაში ძირითადად არა გუთველას ნუ ვისაუბრებ, მაინც რა ჩანს და აქ რა ჩანს რა. უფრო არის თვითონ უშუალოდ მაფიოზების სახი. მაფიოზების თვალებად დანახული ყველაფერი. და ამ Bronx Tale-ში უფრო ჩანს ანუ გარე სამყაროსგან დანახული მაფია როგორი არის. განსხვავებით იმ ფილმისგან, სიტყვაზე ნათლია იქნება თუ რა იქნება, აქ ჩანს უფრო ბავშვების ემოციები, ბავშვების თვალით დანახული. ჩვეულებრივ პატიოსანი ხალხის თვალით დანახული მაფია როგორი არის რა. და ეს ვფიქრობ, რომ უფრო კარგი არის იმ ხრივ, რომ ხედავთ ორ სამყაროს შორის, თქვათ, თვალთა ხედვა როგორი არის რა. იმიტომ რომ იქ თუ მარტო თქვათ, მარტო მაფიის თვალით არის დანახული, აქ ხედავთ ჩვეულებრივ ხალხს და მაფიას შორის ურთიერთობა როგორი არის. ეს არის ჩემი აზრი. ანუ ვიტყვი იმას, რომ ეს არ არის ფილმი მაფიოზებზე. მაფიოზები არიან ამ ფილმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. კი, მეორე ხარისხოვანი. აქ ფილმის ცენტრი, მთავარი ყურადღების ცენტრი არის კალოჯერო. ის არის ერთგვარი კავშირი მაყურებელსა და ფილმს შორის. მაყურებელი ამ ფილმს ხედავს კალოჯეროს თვალიდან. და ეს არის არა ფილმი მაფიოზებზე, არამედ კალოჯეროს აღქმა. და მაფიოზები აქ არიან რიგითი პერსონაჟები. როგორც აი მაგალითად სხვა გავლენები ფილმში, მისი მეგობრები, ასევე არიან ის მაფიოზი პერსონაჟები. მე ასე დავახასიათებ ამ ფილმს. აი ძალიან მოკლედ, ხო? რითი განსხვავდება დანარჩენი მაფიოზური ფილმებისგან. ეს Bronx Tale, Bronx-ის ისტორია არის ფილმი იმაზე, აი ასე ვთქვათ, ასეთი ის უნდა ქონდეს, სათავული. მამაშვილი versus მაფიოზური სამყარო. კი, ნამდვილად. ანუ ამ ფილმში ჩემი აზრით ყველაზე წინა პლანზე ის კი არაა რომ აი მაფიოზები რას აკეთებენ, ვის ხოცავენ, რატო ხოცავენ, ესა, მაგრამ ჩემთვის აი პირველ ადგილზე მაინც არის მამაშვილის ურთიერთობა, გაუცხოება მათი თუ გაუცხოება მათი და ეს არის უფრო წარმოჩენილი ვიდრე მაფიოზების საქმიანობა, მათი ყოველდღიური ცხოვრება, იმიტომ რომ ფაქტობრივად არ ჩანს მათი ყოველდღიური ცხოვრება, იმიტომ რომ მარტო კალოჯერო და სი სადაც ფიგურირებს, იქ ჩნდება მაფიოზური სამყარო, ხო? და ყველა სცენაში даже კიდე არ ჩნდება. ასე რომ მაინც მამაშვილზე არის მთავარი აქცენტი გაკეთებული ამ ფილმში და მაინც უფრო ცხოვრებისეული არის სხვა ვინმესთან შედარებით ჩემი აზრით. ორი სამყაროს კონფლიქტი გვაქვს. ხო, ეგეც კი თავისთავად. ხო, ახლა მოდი ვთქვათ უცებ სონის სიკვდილზე მოკლედ რა როგორ მოხდა. მოკლედ ეს იყო ჩვეულებრივი შურისძიება, როგორც წეგა ვახსენე, სახელები არც ერთის არ ჩანს, არც იმ მოკლული კაცის და არც იმ მოკლული კაცის შვილის, მაგრამ ეხა იმიტომ ვერ ვასახელებ წესიერად რა, ეხა სონიმ რომ მოკლა იმ კაცის შვილმა, მერე სონი მოკლა. სულად ჩერს, მაგრამ ხო ასე არის რა. და რეჟისორმა არ მოგცა სახელი. ხო, სახელები არ მოგცა რეჟისორმა და მოკლედ აქ ჩანს ის რომ შურისძიება ყოველთვის იპოვის მას საბოლოოდ მიუხედავად იმისა რომ 8 წელი გავიდა იმ ყველობისგან მაინც შური იძლია ყოველდღიდან მაინც შური იძლია იმ კაცის შვილმა და სწორედ აქ გამოჩნდა რომ ლორენცო კიდევ ერთხელ მართალი იყო იმიტომ რომ მის გარშემო ყველას ბოდიშთა ფეხებზე ეკიდა სონი იმიტომ რომ გამოჩნდა პანაშვილი ხო იმიტომ რომ ხალხი პანაშვილი იცინოდა ანუ იცინოდა რაღაცა ხუმრო ანუ სიმბოლურად იყვნენ მოსულები ერთადერთი ადამიანი ვისაც გულწრფელად უყვარდა სონი ეს იყო სი და სიკვდილის მომენტიც თვითონ ბოდიში და ერთადერთი ადამიანი ვის გულწრფელად სცემდა პატივს შეიძლება არ უყვარდა მაგრამ გულწრფელად სცემდა პატივს სონის ერთადერთი არ იყო სიც სცემდა პატივს პრინციპში არა სის უყვარდა კაცო როგორც აი მანამდე როცა მოკლეს ბარში სონი ის მადლობის გადასახდელად იყო მისული, იმიტომ რომ მაშინ გაიაზრა იმან რომ იმ ჩხუბით სონი სიკვდილს არის, აი როდესაც თუ არ ვცდები ჯეინთან იყო მისული კალოჯერო. მაშინ დაინახა რომ მისი მეგობრები მოლოტოვის კოქტეილს ისროდნენ და თავად დაიწვნენ იმ მოლოტოვის კოქტეილით და აი მაშინ მიხვდა რომ სონიმ რა საქმე გაუკეთა რომ მისი სიცოცხლე გადაარჩინა და
მე გამოიქცა რომ კი, გამოიქცა რომ მადლობა გადაიხადა და სანამ ამ ხალხმრავლობაში მივიდოდა სონისთან, სონი და სხვათა შორის სი ერთადერთი იყო, ვინც მკვლელი შეამჩნია და გაიქცა, რომ სონის გადაფარებოდა, მაგრამ ვერ მოასწრო ხალხმრავლობაში. ესეც აღსანიშნავია. სონის შემთხვევაში, იგივე იმ ფრაზიდან რომ გამოვიდეთ, შიში ჯობია სიყვარულს და პატივისცემას, ამდენ ხალხში, რომელსაც სონის ეშინოდა, სი სონის პატივისცემდა და უყვარდა. ეს ასეა. აი მე რამინდა დავამატო. აი წეხან ბიჭებსაც ვუთხარი, რომ მე ზოგადად ჩვევია რაღაც ფილმს რო ვუყურებ ხოლმე. დღე იქნება, ღამე იქნება, მარტო ვარ სახლში, სხვაებიც არიან. რაღაცა ისეთი გადამწყვეტი მომენტი რო არის, რომელიც ქსიამოვნებს, ან რაღაცა ასე ვთქვათ, როგორ ვთქვა, აი სასიამოვნო მომენტი როცა არის და მიხვდებით ახლა რაზეც მაქვს საუბარი. ჩვევია ხოლმე ტაშის დაკვრა სიამოვნებისგან. ხო და აი ბოლო ხმაზე უკრავით 5 წუთი ტაშსო და ვაპაუზებ იმ მომენტს და მე ვიაზევდა. ეხლა რაზე დავუყარი აქ ტაში. როცა ვუყურებდი ამ ფილმს. ნუ კარის ტესტზე რო გააფრთხილა სონიმ მე უკვე მეორე პაემანი წარმატებული პაემანი რო იქნება ასე ვთქვათ ხო მოუწევს ისევ კარის გაღება და მე შემოვლა მანქანის შემოვლა ამ სიისთან უკანა ფანჯრიდან ჩუმად გახედავს ამ გოგოს ჯეინ უილიამს აბა გამიღებს თუ არა შიგნიდან კარსო და ეს ჯეინი რო გადაიხრება რო გაუღოს და რო გაუღებს ეს ნუ წამოხტება და ნამდვილად ძალიან სასიამოვნო მომენტია. კი, ემოციური მომენტია. ძალიან. აი ეგ აქვს ამ ფილმს კარგი, რომ რაღაც ახლოა. კი. და უკვე როდესაც პანაშვიდი არის სონის და მარტო რო დარჩება კალოჯი ისა სირო მარტო დარჩება უკვე სონისთან მივა და მას ელაპარაკება ემოციურად რომ ჯეინმაო შენი კარის ტესტი ჩააბარაო და ძალიან კარგი გოგო არისო. აქან ისიც უნდა ეთქვა რომ დიდი მადლობა რომ გადამარჩინეო, მაგრამ ეს დამშვიდობება იყო. დამშვიდობება იყო, მე მამამისიც შემოვა, მიაგებს პატივს. და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი არის ძალიან ეს, იმიტომ რომ ბოლოს გამოჩნდება კარმინი ესეთი კაცი, რომელსაც თამაშობს ჯოპეში, ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი და ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი ისტორიაში. მაფიოზურ სამყაროში აი მაფიოზური ფილმები უხდება. აიკონიკ და ახლა სიმბოლო. კარმინი რო არა დიდი ალბათობით სონი არ მოკვდებოდა, ისე როგორც მოკვდა. იმიტომ რომ კარმინი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოკვდა სონი. კარმინი არის ეს ჯოპეში და ხო, ჯოპეში სახელმწიფოს თამაშობს. როლს მოსწონთ. და ეს ფილმი სავსე არის დეტალებით და ეხლა რამდენიმეს დავასახელებ რა. მაგალითად, აი თუნდაც ეს დეტალი ეხლა რაც ვახსენე რომ კარმინის ერთი ავარია რო არა, სონი ესე არ მოკვდებოდა. რა ვიცი, სის კალოჯეროს რო ეთქვა პოლიციისთვის რომ აი ამან მოკლაო ეს ყველაფერი თუ სხვანაირად წავიდა თავისთავად ის ციხეში ამოყება დიდი ალბათობით თუნდაც ის ორჯერ თავში სროლა ეს ძალიან დეტალებით არის სავსე დეტალებით სავსე ერთი დეტალი არის როცა უკვე მოლოტოვის კოქტეილებს იმ ბარი მაღაზიას თუ რაღაცას ერთ-ერთი ტიპი ვინც არის შეაგორებს მოლოტოვის კოქტეილს რომელიც არ გაწყდება და აი ეგ შეგურებული კოქტეილი აღმოჩნდება სწორედ იმას ციგლის მიზეზი, იმიტომ რომ ერთ-ერთი შავკანიან აიღებს კოქტეილს და ეშვის მანქანას. და შეაგდებს და აი ეს მცირე დეტალებით არის სავსე ეს ფილმი, რაც იწვევს ძალიან დიდ გარდატეხას შემდეგში. ეგ დენიროს დეტალი არის, ანუ დეტალია. დეტალი არის, იმიტომ რომ შეაგორა, ანუ მოთ შეაგორა არც ვინი ფიქრობდა. დასაზრებელია, ჩანს ერთი პატარა დეტალითაც კი შეიძლება რომ რაღაცა სასწაული მაყურებელს ხო გაუჩნდებოდა კითხვა იმან საიდან მოიტანა ეს მოლოტოვის კოქტეილი და ჩანს რომ შეაგორა, არ გატყდა, არ დაიწვა და ის აიღო და დაუბრუნა პასუხი. დეტალი ის უფრო არის ლევან მარას თქვა რომ აი კიდე ორჯერ რო დაახალა რომ ეს იმას ნიშნავს. ეს არის ანუ უბრალოდ ანუ შევარდა, ის არ გასკდა და ამან აიღო და შეუბრუნდა. ნუ ეგეც საჭიროა, ვიდრე ასე მიბმული და გადაჭრილი კადრი. ხო, აი ეს მცირე პატარა რაღაც ეპიზოდები და დეტალებით არის ავსეირებელი, რაც შემდეგში იწვევს დიდ გარდატეხას უკვე რა. ხან სონი მოკვდა, ხან მანქანა დაიწვა და ეგეთი მსგავსი რაღაცები ხდება. რაც არ წამოიდგინდა ალბათ არასდროს რა. ხო, გონი სულ ეს იყო, ხო? კი, ეს არის. გონი ძალიან საინტერესო ის გამოვიდა. ძალიან საინტერესოა. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი, მიუხედავად იმისა, რომ მე ხა რო გითხრათ, რომ მაფიოზური ფილმები და მაფია ზოგადად ეს ჟანრი მიტაცებს და ჩემი საყვარელი ჟანრი არა, მოგატყუებთ, მაგრამ Bronx Tale
არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფილმი. და ნამდვილად მეც ძალიან მინდოდა ამ ფილმის განხილვა, ალბათ კაი განხილვა გამოგვივიდა, ხო? საინტერესო სტუმარი. მაყურებელმა შეგვაფასოს ხო, კომენტარებში. მაყურებელმა შეგვაფასოს. დაწერეთ თქვენი აზრები, რას ფიქრობთ ამ ფილმზე, რატო გიყვართ, ან თუ გიყვართ ეს ფილმი. მოგესალმებით, მადლობა ყურადღებისთვის პირველ რიგში, რა თქმა უნდა. ვინც ბოლომდე უყურეთ, ძალიან კარგი ფილმი იყო, რაც დღეს გამიხიარეთ და ყოველთვის სასიამოვნო არის საუბარი და როცა ასეთი საინტერესო კი, სტუმარი რა თქმა უნდა და კომენტარებში დაგვიწეროთ ხოლმე რამე ფილმი თუ გინდათ რომ გამიხილოთ და აუცილებლად თუ უყურებთ მონახი არ გვაქვს და მე უკვე ვიდეოს გადავიღებთ ამაზე. უეჭველი, მოკლედ, დიდი მადლობა. გიო, დიდი მადლობა რომ მოხვედით დიდი ჩვენთან. მადლობა. პირიქით მადლობა თქვენ გადაცემაში ასე კი, ვთქვათ. ჩვენ სოციალურები იქნება აღწერაში, მათ შორის გიო სოციალურები იქნება აღწერაში. დაგვაფოლოვეთ, რომ ჩვენ გიორგი ბერიძე იყო ჩვენი სტუმარი დღეს. დიდი მადლობა გიორგი კიდევ ერთხელ და ელოდით ახალ ვიდეოებს. გამოიწერეთ და ლაიქი. ახალ სტუმრებთან ერთად, ახალი ფილმებით, უფრო და უფრო საინტერესო ფილმებს შევეცდებით რომ შემოგთავაზოთ და მოკლედ ელოდით ახალ ვიდეოებს და დიდი მადლობა. დროებით. ნახვამდის. დროებით.